რუსეთი ისევ მოქმედებს. გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიულ წყლებში რუსეთმა განათავსა ჯაშუშური წყალქვეშა ნავები, რომლებიც ეძებენ წყალქვეშა კაბელებს და პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამენ, რამაც ნატოს შტაბ-ბინაში განგაშის ზარები უნდა ჩამოქრას. მაგრამ გაერთიანებული სამეფო ამას გულხელდაკრეფილი არ უყურებს. რუსულმა წყალქვეშა ნავებმა ბრიტანეთის წყლებში რაღაც ბინძური სცადეს და გაერთიანებულმა სამეფომ პასუხად წყალქვეშა ნავების ეკიპაჟები, რუსეთის სამხედრო ძალები და თავად პუტინი სრულიად დაამცირა. რუსეთს ეგონა რომ ეშმაკობას აკეთებდა. აპრილის დასაწყისში გაერთიანებულმა სამეფომ გამოავლინა რომ რუსეთმა ფარული ოპერაცია წამოიწყო გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ და რამდენიმე წყალქვეშა ნავი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში შეიყვანა. მიზანი ნათელი იყო, მიუხედავად იმისა რომ წყალქვეშა ნავები დამალვას ცდილობდნენ. რუსეთი ცდილობდა შეეგროვებინა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია წყალქვეშა კაბელების შესახებ, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოს დანარჩენ მსოფლიოსთან აკავშირებდა. მალე გავარკვევთ, რატომ არის ეს კაბელები ასეთი მნიშვნელოვანი. მაგრამ ზოგადი აზრი ისაა, რომ წყალქვეშა კაბელები თანამედროვე გლობალური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის საკრდენია. თუ ისინი არ იქნებოდა, ინტერნეტი და ყველაფერი, რასაც ის მოიცავს, ვერ იარსებებდა იმ მასშტაბით, როგორც დღეს არსებობს. რუსეთს სურდა ეს კაბელები წინასწარ ეპოვა, სავარაუდოდ დივერსიული ოპერაციისთვის, რათა ისინი გაეჭრა და დიდი ბრიტანეთი გაეთიშა. ამისთვის რუსეთმა გამოუშვა თავისი ერთ-ერთი აკულა კლასის წყალქვეშა ნავი, ასევე ორი ღრმაწოვანი წყალქვეშა ნავი, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის მთავარი ღრმაწოვანი კვლევების დირექტორატთან, ანუ გუგისთან. ხოლო აკულა კლასის წყალქვეშა ნავიც კი საკმარისად შემაშფოთებელია. ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავები, ეს ნავები ექსპლუატაციაშია ჯერ კიდევ გვიანი საბჭოთა ეპოქიდან და არსებული ინფორმაციით, ისინი ატარებენ 12 გრანიტის წყალქვეშა ნავიდან გასაშვებ რაკეტას. ასევე ნოოტარ SSN-15 Starfish-სა და ნოოტარ SSN-16 Stallion ანტიგემის რაკეტებს. თუმცა რუსეთის მიზანი არ იყო გაერთიანებულ სამეფოზე პირდაპირ შეტევა, ყოველ შემთხვევაში არა პირდაპირ. ნამდვილი მიზანი იყო კაბელების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რაც ნიშნავს, რომ ორი გუგის წყალქვეშა ნავი, რომლებიც რუსეთის ბირთვულ წყალქვეშა ნავთან ერთად გადაადგილდებოდნენ, წარმოადგენდნენ ნამდვილ საფრთხეს. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით თავად გუგის წყალქვეშა ნავებზე, მაგრამ საკმაოდ ბევრი ვიცით გუგიზე. გუგი მოქმედებს როგორც პროგრამა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და არა რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალებში და ფაქტობრივად წარმოადგენს საფარველს, რომელსაც რუსეთი ცდილობს დააფაროს თავის საზღვაო ჯაშუშურ ოპერაციებს. ოფიციალურად გუგი არსებობს იმისთვის, რომ რუსეთს ოკეანოგრაფიული კვლევები ჩაატარებინოს, მაგრამ ის გადაიქცა სრულფასოვან ფლოტად, რომელსაც რუსეთი იყენებს მტრის საზღვაო ოპერაციებზე თვალის სადევნებლად. გუგის შემადგენლობაში მყოფი ხომალდები და წყალქვეშა ნავები ატარებენ წყალქვეშა კვლევებს, ათავსებენ და იღებენ სხვადასხვა ობიექტებს ზღვის ფსკერზე, უვლიან რუსეთის წყალქვეშა სამხედრო ტექნიკას და როგორც დიდმა ბრიტანეთმა მწარედ გაიგო, ახორციელებენ ფარულ მეთვალყურეობას. გუგი საშიშია და 2026 წლის დასაწყისში ის საფრთხედ იქცა დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა კაბელებისთვის. არასოდეს შეაფასო ამ ტიპის კაბელების მნიშვნელობა ნაკლებად. ნიკოლ სტაროსიელსკის თქმით, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში ბერკლიში პროფესორია, წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელები უზრუნველყოფს ტრანსოკეანური ინტერნეტ ტრაფიკის 89%-ზე მეტს. ეს კაბელები გლობალური ინტერნეტის საყრდენია და პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც ონლაინ ვაკეთებთ, გარკვეულწილად მათზეა დამოკიდებული. ამ კაბელების გარეშე ამ ვიდეოს ვერ ნახავდით. ყველა ზუმ ზარი, რომელშიც ერთვებით, ან ელფოსტა, რომელსაც აგზავნით, თავის დანიშნულების ადგილამდე სწორედ წყალქვეშა კაბელების გლობალური ქსელის წყალობით აღწევს. და რა თქმა უნდა, ეს კაბელები პრაქტიკულად ყველა ქვეყნის სამხედრო ძალებისთვისაც აუცილებელია. დღეს უკვე 485 ასეთი კაბელი კვეთს მსოფლიოს ოკეანეებსა და ზღვებს და მათი საერთო სიგრძე 900,000 მილის ფიბეროპტიკურ თანამედროვე საოცრებას აღწევს. ყველაფერს ამას იმიტომ გიყვებით, რომ ერთი მნიშვნელოვანი რამ გაუსვათ ხაზგასმა. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რამდენად ფასეულია ეს კაბელები იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც მტრად მიიჩნევს. გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა, ანუ ქვეყნების გაერთიანება, როგორც უკრაინის ხარდაჭერის გამო პუტინის შეჭრის წინააღმდეგ, ასევე იმიტომ, რომ დიდი ბრიტანეთი დასალური იდეალების ბასტიონია, რომლებიც პუტინს ასე ძალიან სძულს. დიდი ბრიტანეთი დემოკრატიული ქვეყანაა, პუტინი კი ავტორიტარული დიქტატორია. დიდი ბრიტანეთი ინფორმაციის თავისუფალ მიმოქცევას ემხრობა. რუსეთი და კრემლი კი ცდილობენ აკონტროლონ ყოველი შეტყობინება, რომელიც რუსი ხალხის თვალებსა და ყურებში აღწევს. თუ რუსეთი შეძლებს წყალქვეშა კაბელების გადაჭრას, რომლებიც ყველაფერს უზრუნველყოფს, რასაც გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს, მაშინ რუსეთი გამარჯვებას მიითვლის და მოწინააღმდეგე ქვეყანას დაასუსტებს. ზუსტად ამიტომ იყვნენ რუსული წყალქვეშა ნავები დიდი ბრიტანეთის წყლებში. და რუსეთიც მოხერხებულად მოქმედებდა. არსებობს მიზეზი, რატომაც რუსეთმა გაგზავნა ბირთვული ძრავით აღჭურვილი შეტევითი წყალქვეშა ნავი, იმ GUGI-ის წყალქვეშა ნავებთან ერთად, რომლებიც რეალურად ასრულებდნენ ზღვის ფსკერის სკანირებას კაბელების მოსაძებნად. შეტევითი წყალქვეშა ნავი იყო ყურადღების გადამტანი, სატყუარა, პალბის საფრთხე, რომელსაც პუტინი და მისი თანამზრახველები თვლიდნენ, რომ ყურადღებას გადაატანინებდა იმისგან, რის გაკეთებასაც რუსეთი ცდილობდა, რათა დიდი ბრიტანეთი დაერწმუნებინათ, რომ თავდასხმა შეიძლება ნებისმიერ დროს დაწყებულიყო. პუტინი ფაქტობრივად იყენებდა რუსულ შეტევით წყალქვეშა ნავს იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი საბოლოოდ მზად იყო დაეწყო ომი ნატოს წინააღმდეგ, რაზეც უკვე დიდი ხანია საუბრობენ და ბრობენ, და სწორედ დიდი ბრიტანეთი იქნებოდა ადგილი, სადაც პუტინი ამ ომს ცეცხლს წაუკიდებდა. ამ დროს კი გუგის წყალქვეშა ნავების სკანირებას ახორციელებენ. ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო გეგმა.
რასაც რუსეთი არ იცოდა, როცა მისი წყალქვეშა ნავები ბრიტანეთის წყლებისკენ მიემართებოდნენ და საბოლოოდ მათ საზღვრებსაც გადაკვეთდნენ, იყო ის, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ხომალდებს მთელი გზის განმავლობაში აკვირდებოდა. ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვიცით, რას ცდილობდა რუსეთი, რომ დიდი ბრიტანეთმა გამოავლინა, რამდენად ცუდად დასრულდა ეს ყველაფერი. რაც რუსულ საიდუმლო ოპერაციად უნდა ქცეულიყო, პუტინისთვის დამამცირებლად დასრულდა, რადგან მისი თითქოს უხილავი წყალქვეშა ნავები ბრიტანეთის რეაგირებამ გამოავლინა და დაჯაბნა, რაც რუსეთის პრეზიდენტს ბრაზით აავსებს. დიდმა ბრიტანეთმა გამოიყენეს რაღაც, რაზეც რუსეთს წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო და ეს ყველაფერი ყველაზე უწყინარი მოწყობილობით დაიწყო, სონარის ბუიებით. როდესაც დიდი ბრიტანეთი რუსულ წყალქვეშა ნავებს აკვირდებოდა, თავდაპირველად სცადა მათთვის ეჩვენებინა, რომ თვალყურს ადევნებდა. საომარი გემები განლაგდა და ამ ხომალდებმა წყალზე სონარის ბუიები გაუშვეს, როგორც სიგნალები წყალქვეშა ნავების კაპიტნებისთვის. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი ამ ხელს იმშეტყობინებას, რომელიც ამ ბუიებმა რუსულ წყალქვეშა ნავებს გაუგზავნეს. ჩვენ ვხედავთ თქვენს აქტივობას ჩვენს წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე. უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი მცდელობა მისი დაზიანებისკენ არ იქნება მოთმენილი და ამას სერიოზული შედეგები მოხვება. რუსულმა წყალქვეშა ნავებმა შეტყობინებას ყური არ ათხოვეს. მათ უკან უნდა დაეხიათ, მაგრამ ასე არ მოიქცნენ. დიდი ბრიტანეთი ყველაფერს წინასწარ მას წარსულში არაერთხელ ჰქონია საქმე პუტინთან და მის ჰიბრიდულ ომის ტაქტიკებთან. ამიტომაც იცის, რომ რუსეთის ლიდერი გაფრთხილებებს ყურს არ უგდებს. მას ეს გაფრთხილებები პლებები პირდაპირ თავში უნდა ჩააჭედო. და ამის საუკეთესო გზა ისაა, რომ რუსეთის მიერ განლაგებულმა ძალებმა იცოდნენ, რომ შემზად ხარ უპასუხო ისეთი ძალით, რომელიც წამში გაანადგურებს მათ. აი სწორედ ეს გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა. მაგრამ სანამ გადავიდოდეთ იმ ოპერაციაზე, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა წამოიწყო და რომელმაც რუსეთი სრულიად დაამცირა, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ გადაცემას The Military Show. თუ ასეთი ანალიზი გსურთ იხილოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩეთ. Newsweek-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი რამდენიმე კვირის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს რუსეთის წყალქვეშა ნავებს და ეს ხდებოდა ბრიტანეთის წყლებიდან საკმაოდ შორს მდებარე ტერიტორიაზე. დიდმა ბრიტანეთმა პირველად მაშინ გაიგო რუსეთის გეგზეთის გეგმების შესახებ, როდესაც მისმა სამხედრო გემებმა და სადაზვერვო თვითმფრინავებმა არქტიკაში რუსეთის აკულა კლასის წყალქვეშა ნავის საერთაშორისო წყლებში დააფიქსირეს. განგაში მაშინ ატყდა, როცა დიდმა ბრიტანეთმა შენიშნა, რომ წყალქვეშა ნავი მისი წყლებისკენ მიემართებოდა. თუმცა დიდი ბრიტანეთი ყველაფრისთვის მზად იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა ორი გუგის წყალქვეშა ნავი, რომლებიც იმავე რეგიონში დაცურავდნენ, სადაც რუსეთის შემტევი წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა. 23 ტიპის ფრეგატი HMS St. Albans-ი იქნა გაგზავნილი და სწორედ ამ ხომალდმა გაუშვა სავარაუდოდ სონარის ბუები, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი იყენებდა რუსეთის გასაფრთხილებლად. როდესაც ეს გაფრთხილება უგულებელ ყოფილ იქნა, დიდმა ბრიტანეთმა ასევე გაგზავნა RFA Tide Spring-ი, რომელიც ტანკერია და მისი რამდენიმე მერლინის ვერტმფრენი. ეს არ არის იარაღები, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი აუცილებლად გამოიყენებდა რუსეთის შეტევითი წყალქვეშა ნავის პირდაპირ დასაპირისპირებლად, ფრეგატის გარდა. მაგალითად, RFA Tide Spring-ი ავსებს საწვავით სამეფო საზღვაო ფლოტის გემებს, ასე რომ ის სავარაუდოდ იმისთვის გაგზავნეს, რომ HMS St. Albans შეძლებოდა ეცურა იმდენ ხანს, რამდენიც დიდ ბრიტანეთს დასჭირდებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი გაერთიანდა საზღვაო და საჰაერო ძალაში, რომელმაც რუსი წყალქვეშა ნავის ოპერატორებს ნათლად ანახა, რომ მათ აკვირდებოდნენ. მეტი დახმარება იყო სამეფო საჰაერო ძალების მიერ გაგზავნილი P8 საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავის სახით. ამ თვითმფრინავმა გაერთიანებულ სამეფოს საშუალება მისცა 24 საათი. 7 დღე მეთვალყურეობა გაეწია რუსული წყალქვეშა ნავებისთვის, მაშინ როცა სამეფო საზღვაო ძალების გემები 1000-ობით მილის მანძილზე აკონტროლებდნენ პუტინის ფარულ ხომალდებს. შემდეგ რეაგირებას კიდევ ერთი ფენა დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული წყალქვეშა ნავები გაერთიანებულ სამეფოს ყველაზე უშუალო საფრთხეს მის წყლებში უქმნიდნენ, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ გაერთიანებული სამეფო ნატოს წევრია. ნებისმიერი საფრთხე, გაერთიანებული სამეფოს მიმართ საფრთხე ამ კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციისთვისაც. ამიტომ დიდხანს არ გასულა, რომ გაერთიანებული სამეფო ნატოს მოკავშირეებთან ერთად მუშაობდა, რათა რუსული წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ კიდევ უფრო დიდი ძალა წარმოეჩინა. ის, რაც მცირე სადაზვერვო ოპერაციად დაიწყო, გადაიზარდა მისიად, რომელშიც 500 ადამიანი მონაწილეობდა. მოკავშირე ძალები, მათ შორის ნორვეგიიდან, შეუერთდნენ რეაგირების ჯგუფს. ოპერაციის ბოლოსთვის გაერთიანებული სამეფოს თვითმფრინავებმა დააგროვეს 450-ზე მეტი ფრენის საათი, ხოლო მისი გემები 1000-ობით საზღვაო მილი დაფარეს. სიტუაცია რუსეთის კონტროლს გაცდა. შემდეგ დადგა დამცირების დრო. რუსეთის აკულა კლასის წყალქვეშა ნავი პირველი იყო, რომელმაც უკან დაიხია და გაიქცა. ეს ამყარებს გაერთიანებული სამეფოს რწმენას, რომ წყალქვეშა ნავი მხოლოდ სატყუარად იყო განკუთვნილი, რადგან იცის, რომ რუსეთი ამ ეტაპზე ვერ გაბედავს მასზე ან ნატოს რომელიმე მოკავშირეზე თავდასხმას. როდესაც ყველაფერი გამოაშკარავდა, იმ წყალქვეშა ნავმა გაერთიანებული სამეფოს წლებამდე მისვლამდე ბევრად ადრე უკან სახლში დაიხია. თუმცა ორი გუგის წყალქვეშა ნავი მაინც აგრძელებდა წინსვლას და საბოლოოდ გარკვეული დრო გაატარეს გაერთიანებული სამეფოს წყლებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ბევრი ვერაფერს გააკეთებდნენ. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ეს წყალქვეშა ნავები გამჟავნებული იყო და პუტინის საიდუმლო ინფორმაციის შეგროვების გეგმები ჩაიშალა. შესაძლოა გუგის წყალქვეშა ნავებმა მართლაც აღმოაჩინეს ზოგიერთი წყალქვეშა კაბელი, მაგრამ გაერთიანებულმა სამეფომ ზუსტად იცის, რა შეიძლება ეპოვათ ან ვერ ეპოვათ მათ და შეუძლია შესაბამისი რეაგირება უზრუნველყოს. რუსეთს ეს არ სურს. ეს ყველაფერი დიდი საიდუმლო უნდა ყოფილიყო და არა ოპერაცია, რომელიც არქტიკის წყლებში გამოავლინეს და შემდეგ გაერთიანებული სამეფოს რეაგირებით მიხვნენ და ჩაშალეს.
გუგის წყალქვეშა ნავები ახლა უკვე დატოვეს გაერთიანებული სამეფოს წყლები. ისინი მიხვებიან მოჩვენებით სატუარას ჩრდილოეთისკენ. და ისინი ბრუნდებიან პუტინთან, ჰილის კიდევ ერთი გზავნილით, რომელიც მათ ურებში ჩაესმით. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მათ არ დაუტოვეს ეჭვი იმაში, რომ ისინი კონტროლდებოდნენ, რომ მათი გადაადგილება არ იყო ფარული, როგორც პრეზიდენტი პუტინი გეგმავდა, და რომ მათი საიდუმლო ოპერაციის მცდელობა გამოაშკარავდა, განაცხადა ჰილი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საკირ სტარმერმა ასევე მკაფიოდ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი სწრაფად უპასუხებს ყველაფერს, რასაც რუსეთი შეიძლება შეეცადოს, რაც ქვეყანას ავნებს. ჩვენ არ შევშინდებით ქმედებებს და გამოვავლენთ რუსეთის დესტაბილიზაციურ საქმიანობას, რომელიც ცდილობს ჩვენი სიმტკიცე გამოცადოს, განაცხადა სტარმერმა. და ეს მხოლოდ დიდი ბრიტანეთი არ არის, რომელიც საკუთარ რეაგირებაზე რუსული დივერსიული მისიის მიმართ თავს იწონებს. უკრაინა, რომელიც დიდი ხანია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით სარგებლობს, სწრაფადვე დასცინა პუტინს იმაზე, რომ საბოლოოდ ერთთვიანი ოპერაცია თავიდანვე გამოაშკარავდა. 9 აპრილს იმავე დღეს, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა გამოავლინა რუსეთის სრული მარცხი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი საბირი X-ზე დაწერა და მიანიშნა, რომ ის რაც რუსეთმა სცადა, უნდა იყოს გაფრთხილება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ახლა პუტინის მზადყოფნას სათანადოდ არაფასებს. რუსეთის ფარული ოპერაციები ჩრდილოეთ ატლანტიკაში, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა გამოავლინა, აჩვენებს რეგიონულ და გლობალურ საფრთხეებს, რომელსაც რუსეთის რეჟიმი წარმოადგენს. განაცხადა საბირმა თავის პოსტში და მკაფიოდ აღნიშნა, რომ რუსეთის წყალქვეშა ნავები ბევრად უფრო ფართო წყლებში მოქმედებდნენ, ვიდრე მხოლოდ დიდი ბრიტანეთის კუთვნილ წყლებში. საბირმა დაამატა: ჩვენ მოუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, თავი დაანებოს მოსკოვთან დაკავშირებით ყოველგვარ ილუზიებს. ეს რეჟიმი უნდა შეიზღუდოს, იზოლირდეს და დაუნდობლად დაექვემდებაროს სანქციებს, რათა მისი აგრესიული ამბიციები შეჩერდეს. რუსეთი გლობალური საფრთხეა. საბირი თვლის, რომ დროა დანარჩენმა მსოფლიომ ეს ფაქტი გააცნობიეროს. რეალობა, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ გამოავლინა, ისაა, რომ პუტინი მხოლოდ ტრადიციულ ომს არ აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში ის და რუსეთი ჰიბრიდულ ომში იყვნენ ჩართული ევროპის დიდი ნაწილის წინააღმდეგ. ეს ბნელი ომი არ გულისხმობს ჯარების გადაყვანას სხვა ქვეყნების საზღვრებზე, ან სამხედრო გემების გაგზავნას ევროპის ტერიტორიისკენ რაკეტების გასაშვებად. ეს უფრო მზაკულია და რუსეთის წყალქვეშა ნავების მოქმედებები ამის სრულყოფილი მაგალითია. პუტინი ცდილობს ევროპის დესტაბილიზაციას. მას სურს რეალური და ნაგულისხმევი მუხარებით შექმნას განხეთქილება და ასევე მზად არის ნებისმიერი გზით საბოტაჟი მოუწყოს თავის მტრებს. ეს მოიცავს წყალქვეშა კაბელების სკანირებასა და დაზიანებასაც. და გაერთიანებულმა სამეფომ იცის, რომ ის რაც ახლახან ჩაშალა არქტიკაში და საკუთარ წყლებში, მხოლოდ პუტინის ჰიბრიდული ომის აისბერგის წვერია. როგორ იცის ეს გაერთიანებულმა სამეფომ? ეს შორსაა პირველი შემთხვევისგან, როცა რუსული ხომალდები ცდილობენ ბრიტანეთის წყლებში შეღწევას. და ასევე შორსაა პირველი შემთხვევისგან, როცა გაერთიანებულმა სამეფომ ძლავრი პასუხი გასცა რუსეთს, რათა აგრძნობინოს, რომ ის ვერ გადაურჩება იმას, რასაც აკეთებს. გასულ ნოემბერში სამეფო საზღვაო ძალები ორჯერ გამოიძახეს ორ კვირაში, რათა ჩაეშალათ რუსული დივერსიისა და დაშინების მცდელობები, რომლებიც ძალიან გავდა იმას, რაც ახლახან ვიხილეთ. ამჯერად ეს წყალქვეშა ნავები არ ყოფილა. ამის ნაცვლად რუსეთმა ჩრდილოეთის ზღვაში გაგზავნა კვლევითი გემი სახელად იანტარი. იანტარი სწორედ ის ოკეანოგრაფიული კვლევითი ხომალდია, რომლის გამოყენებაზეც სპეციალიზდება გუგი. და ამ შემთხვევაში პირდაპირ უნდა ვთქვათ სიმართლე, იანტარი ჯაშუშური გემია. 8 დღის განმავლობაში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალები ნატოს მოკავშირეების დახმარებით აკვირდებოდნენ იანტარს, როცა ის ჩრდილოეთის ზღვაში დაცურავდა, სანამ ფარერის კუნძულების მიმართულებით არ გაემართა. ამჯერად გაერთიანებულმა სამეფომ გამოიყენა სომერსეტი, რომელიც მისი კიდევ ერთი ტიპი 23-ის ფრეგატია, და ამ გემმა თავისი ძლიერი რადარებისა და სენსორების სისტემა გამოიყენა, რათა რუსული ხომალდების ყოველ მოძრაობას გაეკონტროლებინა. დაახლოებით ამავე დროს, როცა ეს ხდებოდა, ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალებმა ასევე გაგზავნეს საპატრულო გემები მოკავშირეთა თვალთვალის ოპერაციის ფარგლებში, რომელიც RFN სტოიჩისა და ტანკერი ელნაიაზე დაკვირვებაზე იყო კონცენტრირებული. ორივე გემი გავიდა დოუერის სრუტეში და დასავლეთისკენ გაემართა ინგლისის არხით, თუმცა არც ერთმა მათგანმა საზღვაო ნორმების ფარგლებს გარეთ არანაირი მოქმედება არ განახორციელა. რუსეთი განაცხადებს, რომ ეს თავიდანვე მათი გეგმა იყო. უფრო სავარაუდოა, რომ RFN სტოიჩი განიხილებოდა როგორც საფრთხე დიდი ბრიტანეთისთვის, მაგრამ საბოლოოდ არ მოჩნდა მოკავშირეთა ძალების წინაშე, რომლებმაც იგი დიდი ბრიტანეთის წყლებიდან გააცილეს. რამდენიმე თვეში დიდი ბრიტანეთი კვლავაც რუსული საზღვაო დივერსიული მცდელობების წინაშე არ მოჩნდა. ამჯერად რუსეთმა დიდი ბრიტანეთის წყლებში გემი სახელად სინიგორსკი გაგზავნა. ეს გემი 27 იანვარს ინგლისის სამერსეტის სანაპიროდან დაახლოებით 3.7 კილომეტრში, ანუ დაახლოებით 2.3 მილში გაჩერდა. იქ ის 14 საათის განმავლობაში დარჩა, ძალიან ახლოს იმ წყალქვეშა კაბელების წყაროსთან, რომელზეც ადრე ვსაუბრობდით, სანამ დიდი ბრიტანეთი Wildcat სამხედრო ვერტმფრენებს არ გაგზავნიდა. მალე ამის შემდეგ რუსულმა გემმა ანკორი აიღო და ღია წყლებში გაცურა. ეს ინციდენტი ცოტათი განსხვავდებოდა იმ სხვებისგან, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ. როგორც 2025 წლის ნოემბრის, ასევე 26 შეჭრები ბრიტანეთის წყლებში რუსული სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავები და ასევე GUGI-ის აქტივები მონაწილეობდნენ. სინიგორსკი არც ერთი მათგანი არ არის. ეს არის სატვირთო გემი, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ ცურავს, მაგრამ ის ისეთივე საფრთხეს წარმოადგენდა.
United 24 Media აცხადებს, რომ ხომალდი ძალიან ახლოს ჩაუშვა ღუზა 5 უზარმაზარ წყალქვეშა კაბელთან, მათ შორის EXA Express, TGN Atlantic და VSNL Western Europe, რომლებიც ატლანტის ოკეანეს გადაკვეთენ და მონაცემებს ამერიკასა და დანარჩენ ევროპაში აწვდიან. არანაირი მიზეზი არ არსებობდა, რომ რუსულ სატვირთო გემს სწორედ ამ კონკრეტულ ადგილას ჩაეგდო ღუზა. განსაკუთრებით კი არა ღუზა, რომელიც შეიძლება ზღვის ფსკერზე გაეთრია და ასეთი ღირებული კაბელების გზაზე მოხვედრილიყო. ეს ბოლო ინციდენტი გარკვეულად შემაშფოთებელ წარმოდგენას გვაძლევს რუსეთის ჰიბრიდულ ომზე, დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. სამხედრო და GUGI-ის რესურსების გამოყენება გასაგებია. ყველა მიცის, რომ ამ ორგანიზაციების ქვეშ მცურავი გემები და წყალქვეშა ნავები საშიშროებას წარმოადგენენ. მაგრამ სატვირთო გემები, ესეც კი დაბალია პუტინისთვის, რადგან ახლა ის სამოქალაქო გემებს იყენებს დიდი ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საბოტაჟის მოსაწყობად. რუსეთს ზუსტად ესმის, რას აკეთებს აქ. თუ დიდი ბრიტანეთი ასეთ გემებზე რეაგირებას სხვა რამით მოახდენს გარდა თანხლებისა, რუსეთი შეიძლება პროტესტი გამოაცხადოს. პუტინი მსხვერპლის როლს ითამაშებდა და მიიღებდა თავის გამართლებას ნატოს ერთ-ერთ წევრთან ომის დასაწყებად. და მაშინ, როცა ეს საზღვაო ტაქტიკები გამოიყენება, რუსეთი ასევე ერთვება ჰიბრიდული ომის სხვა ასპექტებში დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. Daily Mail იუწყება, რომ რუსეთის კიბერშეტევები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ 1586%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვაში. Guardian იუწყება, რომ მხოლოდ 2025 წელს დიდ ბრიტანეთში კიბერშეტევები 50%-ით გაიზარდა. ამ შეტევებიდან ყველა რუსული წარმოშობის არ იქნება, მაგრამ ბევრი მათგანი სწორედ რუსეთიდან იქნებოდა. და ეს გვიჩვენებს, რომ რუსეთი აწარმოებს ომს დიდი ბრიტანეთის საკომუნიკაციო და მონაცემციებთა არხების წინააღმდეგ, რომელიც ბევრად ცდება მხოლოდ წყალქვეშა კაბელებზე თავდასხმას. ინფორმაციაზე საუბრისას რუსეთი სპეციალიზდება ინფორმაციის მანიპულირებაში იმ დონემდე, რომ ის დეზინფორმაციად იქცევა. Forbes იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლები აფრთხილებენ, რომ რუსული დეზინფორმაციის ოპერაციები დიდ ბრიტანეთში ომის მდგომარეობას უტოლდება. მათი აზრის წინააღმდეგ კამათი რთულია. ეს კანონმდებლები ამხელენ დოპელგანგერის ქსელს, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს და რომელიც სპეციალიზდება სოციალურ მედიაში პრორუსულ და ანტიდასალურ კომენტარებში. მხოლოდ X-ზე კანონმდებლების თქმით ეს ქსელი პოსტებს ავსებს კომენტარებით უელსის პრინცესას ჯანმრთელობის შესახებ, პუტინის გამარჯვებებზე რუსეთის არჩევნებში და უკრაინის სავარაუდო სისუსტესა და მარცხებზე. რუსული ბოტები ფართოდ გავრცელებულია სოციალურ მედიაში და კრემლი მათ იყენებს დისკურსის ფორმირებისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის. ყველაფერი დაყოფასა და ქაოსს ეხება. თუ ამ ორ რამეს შექმნი რუსეთი საფუძველს უფრის კონვენციურ ომს. ეს ომია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, უბრალოდ არა იმ ფორმით, როგორც ჩვენ ვიცით. წყალქვეშა ნავები, რომლებიც რუსეთმა ახლახანს სცადა შეუმჩნევლად გაეგზავნა დიდი ბრიტანეთის წყლებში, მხოლოდ ბოლო მაგალითია გაცილებით ფართო ჰიბრიდული კამპანიისა. დიდი ბრიტანეთი ფხიზლად აკვირდება იმას, რასაც რუსეთი აკეთებს. ის რეაგირებს ხილულ საფრთხეებზე, როგორც აპრილში ვნახეთ, და იცის, საიდან მოდის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია, რომლებიც მის საინფორმაციო არხებს აზიანებს. მზადყოფნაში მყოფი დიდი ბრიტანეთი სხვა ნატოს ქვეყნებს აფრთხილებს. და ეს ქვეყნები პასუხობენ ამ მოწოდებას. მრავალი მათგანი რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის მსხვერპლი გახდა და ისინი პასუხობენ. შვედეთი იდეალური მაგალითია. პუტინის უკრაინაში შეჭრა გახდა კატალიზატორი შვედეთის ნატოში გაწევრიანებისთვის. და ახლა ქვეყანა უკრაინას იმ ტიპის იარაღით უჭერს მხარს, როგორცაც რუსეთი არასდროს ელოდა. ოდინის ჯადოსნური შუბი ახლა უკვე უკრაინაშია და ის შავ ზღვაში თამაშის წესებს ცვლის. რა არის ეს შუბი? რატომ არის ის ასეთი ეფექტური? რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის, შვედეთისთვის და ნატოსთვის? ყველა პასუხს ჩვენს ვიდეოში გაიგებთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ ნახოთ ჩვენი სრული გაშუქება რუსეთის ჰიბრიდული ომის შესახებ ევროპის წინააღმდეგ. მადლობა ყურებისთვის.